ოჯახის სიწმინდის დღე, ამით მინდა დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა. იმიტომ რომ ნახეთ ჩვენ ამ დღემ რა გამოიწვია ესე ვთქვათ იმ ხალხში, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრებით აგინებდა ჯერ თავის დროზე უწმინდეს ილია მეორეს და მილიონ შეურაცხყოფას აყენებდა, ეხა უკვე გადავიდნენ უწმინდეს შიო მესამეზე და ჩემთვის ყოველ შემთხვევაში რა არის, იცით რომ ხო ამ სოციალურ ქსელებში რომ უყურებ და აი ეს გაბოროტებული, გაბრაზებული ხალხი და აი ეს რა ვიცი, დასკებიდან ამოვარდნილი ხალხი რომ აღარ იციან რა თქვა და აი როგორ და ისა და თითქოს რომ მათთვის პატრიარქი ავტორიტეტი იყო და ეხა ეს შიო თურმე არ ყოფილა იგივე სიტუაციაა რა, როგორც პატრიარქი იყო მათთვის, ესევე არის შიოს და არანაირი საერთო მაგათ სულში ქრისტესთან არა აქვთ რა. ამიტომ ხედავთ ჩვენ ამას ყველაფერს რაც ხედავთ, მაგრამ ყველაზე ნიშანდობლივი იყო, მე ამის საერთოდ არც მიმიქცევია ყურადღება და ვიცოდი რომ ეს ესე მოხდებოდა და ამ ამბებს დაიწყებდნენ ესენი. უბრალოდ მე ყურადღება მივაქციე ამ დღესთან დაკავშირებით რას წერენ გარეთ რა ჩვენზე და ეს იყო რაღაცა ისეთი სიხარულის მომგვრელი ამბავი ჩემთვის და მინდა რამოდენიმე კომენტარი წაგიკითხოთ რა. აი გუშტელ დღესთან დაკავშირებით, სწორედ ოჯახის დღესთან დაკავშირებით რა. ესე იგი, ეს არის ქვეყანა, სადაც იესომ გაიმარჯვა. წარმოიდგინეთ რა. მეორე, ერთადერთი ქრისტიანული ქვეყანა, მადლობა ქართველებს, რომ მაგალითი ხართ მსოფლიოს. მესამე, ნამდვილი მართლმადიდებლური ქვეყანა. მეოთხე, საქართველო ჩემი საოცნებო ქვეყანაა და კვარას გულები. ესე ოჯახის სიწმინდის დღე უნდა აღინიშნებოდეს ინგლისში ქრისტიანული ღირებულებების დასაცავად. აი ნუ წარმოიდგინეთ რა კომენტარებია და ესეთი არის ძალიან ბევრი რა. მადლობა ქართველებს. აი წარმოიდგინეთ როგორი სასიხარულო რაღაცა არის რომ შენ ქვეყანაზე პრინციპში ესე ლაპარაკობენ, რომ მეტი რა ვიცი, მეტი რამ უნდა გამოგანიჭოს ადამიანმა, ესე ვთქვათ სიხარული და ბედნიერება და საერთოდ არ უსმენ ესენი რას იმაშვებიან, რა ბრძნულ აზრებს აფრქვევენ, ესე ვთქვათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით რა. ესე ვთქვათ ქვეყნის გარეთ გაკეთებული ეს კომენტარები ჩვენი ოჯახური სიწმინდის და მშობლების პატივისცემის და ამის კომენტირება ელემენტარულად არ შეიძლება ეს გულზე თუ არ შეგეხო, გზნობებზე თუ არ შეგეხო, ხო ამას თუ არ წაიკითხე, შედი ქვეყანა ამიტომ არ დააფასე რომ ნუ პირველესი ხარ ამ სიტუაციაში, რასაც ქრისტეს სიყვარული ქვია, ღმერთის სიყვარული ქვია, ხო? სხვებისთვის ვიძახი რა. და სხვებისთვის უკვე მაგალითი რო ხდები, აი ძალიან მაგალითი, აი ეს აქაური რაღაცეები სულ რაღაც აი ხაჭუნია პატარ-პატარა რა. რა ვიცი როგორ გითხრათ, აი ხო იცით ხა ძალიან და აი როგორი მტერი ყავს, ხო? შიგნით იქნება თუ შიგნით თავი დავანებოთ გარეთ, ხო? ამხელა ფულით, ამხელა იმით ხედავთ ჩვენ ხა ყოველ დღეს რეზოლუციები, უსამართლო რეზოლუციები, ტყუილი რეზოლუციები როგორ ქვეყნდება და როგორი მტერი ყავს. მაგრამ ყველაზე მაგარი ის არის რომ ვინც არ უნდა იყოს ჩვენი მტერი იესო თუ ჩვენთან არის ყველა მტერს არ ვიცი რა ეგ არის ყველაზე უფრო მთავარი ვინც გინდა იყოს ჩვენი მტერი რა აი მე ეგეთი შინაგანი განწყობა გამიშთა რა ამ კომენტარებს რო ვკითხულობდი რა ჩვენი მომრევი კაცი არ არის რა თუ რა თქმა უნდა ჩვენ აი ამ ფასეულობით და აი ამ ქრისტეს სიყვარულში განვლებთ ჩვენ ცხოვრებას რა და ეხა მინდა უბრალოდ ხო იძახიან რომ აი რაღაცა და რა დროს ქრისტიანობა და რა დროს ღმერთი და რა დროს იესო და მდელები და აი ესე და ისე და ორთოდოქსები და ასე შემდეგ